მე თქვენ გითხარით რომ რაღაც პატარა სასაუბრო მქონდა თქვენთან და სასტუმროში მოვედი იმედგაცრუებული რატომ? რაც დღეს ვნახე ჩემი თვალით ბოსნიის ჩემპიონატში, რეალურად მართლა ძალიან გულდასაწყვეტია ჩემს როგორც ქართული გულშემატკივრისთვის, რომელსაც უყვარს ქართული ფეხბურთი, ქართული საკლუბო ჩემპიონატს თვალს ადევნებს. ეხლა მეორე საკითხი. და ახერხებს ბოსნიის მესამე გუნდი საქართველოს ჩემპიონატი წაიყვანოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი გულიაშვილი. წარმოგიდგენიათ რომ ბოსნიის შემოტი საუკეთესო ფეხბურთელი საქართველოში წამოვიდეს? მე ვერ წარმოგიდგენია. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ჯეოთიმის YouTube არხს და უყურებთ მორიგ ეპიზოდს ქართული ფეხბურთის შესახებ. დღეს ჩვენი ეპიზოდი იქნება იმ ქვეყნიდან, რომელიც შესაძლოა თქვენ ტვინში არასაფეხბურთო ქვეყნად პოზიციონირებდეს. ვიყვებით ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში. სადაც ჩვენი ორი ქართული ფეხბურთელი, გიორგი გულიაშვილი და ვასილიოს გორდეზიანი თამაშობენ. დავუწყებით ამ ქვეყნის ყველაზე დიდ საფეხბურთო დაპირისპირებას, სარაევოს დერბის ჟელეზნიჩარსა და სარაევოს შორის და ვნახავთ იმას, რაც აქამდე არ გინახავთ და გამოჩნდება ჩვენს კამერებში. მანამ სანამ დაიწყებთ ამ ვიდეოს ყურებას, ვთხოვთ გამოიწეროთ ჯეოთიმის YouTube არხი, მოიწონო ეს ვიდეო და ჩაუჯექი ბოსნიური ფეხბურთის მთავარი დაპირისპირება სარაევოს დერბი ჯეოთიმის ობიექტივში. წავედით. თამაშამდე ერთი დღით ადრე ჩამოვედით სარაევოში და ვიქრე გამოვლიცდას ქალაქში თქო, თუმცა ვერ გეტყვით რომ რაღაც განსაკუთრებული შავეჭრებით აღვივსე. ეხლა მგონია რომ აი ხეთაში ვარ, ცხოველთან რაღაც ნუ ეგეთ იმას გავს. ეგეთ ადგილს გავს. თვითონ ქალაქიც აი ძალიან რთულია გადასაადგილებად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის ტრამვაი და ასევე ტაქსი ვერ გამოიძახა. თბილისში შეიძლება გამოიძახო Uber-ი, შეიძლება გამოიძახო Bolt-ი, შეიძლება სხვადასხვა ტაქსი აპლიკაციები გამოიძახო. არა, დედაქალაქია და ეხა ესეთი რთული გადასაადგილებელი თუა კიდე პლუს საბჭოური ის ვოქს ვაიბი, განწყობა, იმიტომ რომ ისეთი მაგნიტებს რაღაცებს ყიდიან აი თითქოს აი ნამგვარი და ურო და რაღაც ეგეთი რაღაცეები. თუმცა დღეს ტაქსის ჯოხთ რომელსაც მითხრა რომ აი ჟელეზნიჩარი სარაევოს თამაში არის ამ ქალაქისთვის თამაშზე მეტიო, ან რაღაც ნეიტრალური გულშემატკივრი აქ არ არსებობს, ან ხარ ჟელეზნიჩარის ფანია სარაევოსი. ხო და სტადიონი სავსე იქნებაო და რაღაც კარგ თამაშს ველოდებით რა და ნახოთ როგორ იქნება ქვეყნის მთავარი დაპირისპირება და პირველი დერბი. უმთავრესი დერბი. მოგესალმებით, მატჩი დღეს სარაევოში გათენდა. ბიჭებიც იმავე სასტუმროში არიან, რაში ჩვენ ხდამყევით და შევხვდეთ გიორგის და ვასილიოს. შენახე? ჩემ ძმებს როგორ ახსნით? დაჯი. ბიჭო, აქ თუ იყავით არ ვიცოდი. აი, კონკრეტულად. შეგერგოთ. დაჯი. აგია ავა. გუშ ჩამოვედი. ხო, აბა. აუი, აბა, ვემზადებით თამაში. იცი რა მითხარი? შენთვის პირველი დერბია. კი. შენ იცი რა, რას უნდა ველოდო და შენ კითხავ რა. მოდი არ ჯერ კითხავ შენ რას ელოდები? აი როგორ აი რას ელოდები ატმოსფერო აი რა გითხრა გიორგიმ როგორი თამაში შეიძლება იყოს? გითხრა იქნება ძალიან დიდი ატმოსფერო მაგარი. რომ ნახო თვალებით. შენას ვეთქვი. და ჯობია რომ თქვენ თვალით ნახოთ რა. ისეთ თამაშია რომ ამათვის ძალიან ყველაფერს ნიშნავს გულშემატკივრების და ნახოთ რა სტადიონს. წავედით მეგობრებო თამაშზე. ბიჭები ნახეთ დილით. რა თქმა უნდა თამაშამდე ცოტა ვისაუბრეთ. თუმცა შემდეგ მე ჩემს ოთახში ვედი, ისინი თავის ოთახში წავიდნენ ყოველთვის თამაშის წინ. მნიშვნელოვანია რომ ფეხბურთელებს კონცენტრაცია თამაშისთვის მოემზადონ. სტადიონზე მივდივართ და ჩვენთან ერთად
არის ტაქსის ზღოლი, რომელიც დღეს თამაშზე მოდის. ძალიან დიდი გულშემატკივარია ფეხბურთის და მოდი გავესაუბროთ და რეალურად ის უფრო კარგად მოგვიყვება რა მნიშვნელობის თამაშზე მივდივართ. This is like the most important game of the entire season. Like it doesn't mind how you finish on the table. It just the main thing is who's gonna win this derby. Which team you support? Željezničar. Basically, yeah, it's family tradition, but it's not mandatory. For example, my mom, she is for Sarajevo, but my dad is for Željo as well. So you choose that side by yourself. Madness. It's gonna be madness. That's like in 2 days all the tickets were sold out. Now there's some people that are offering like 200-300 euros just for the ticket, any ticket, just to get in the stadium. It's the most big game in Bosnia? Yes, definitely. And that's the biggest game. ჩამოვედით ტაქსიდან. მამ ბიჭმა უცხო რაღაც ხიდიაო, საიდან ცვლობა არის სარაევოს კომაგების. და გზა გადაკეტილია, ეხლა განახებთ, ნახეთ აი. სუცარიელია გზა. ეს ხდება უსაფრთხოების გამო. უკვე სულობა დაიწყება, 15 წუთი მოვიაროთ ხა ფეხი, ძალიან ბევრი სპეცრაზმი იქნება, ძალიან ბევრი პოლიცია იქნება. იმიტომ რომ ეს ქალაქი დღეს განსაკუთრებული თამაშის ემზადება და ყველა კადრს მაქსიმალურად განახებთ როგორც Instagram-ზეც ადრე ნახავთ ამ ვიდეოს და შემდეგ რა თქმა უნდა ამ ვიდეოშიც თქვენ კი არ უნდა დაგავიწყოთ არხის გამოწვევა, ეს ვიდეოც მოიწონეთ ყურების პროცესში, იმიტომ რომ წინ ძალიან საინტერესო კადრები გელოდებათ. მიუახლოვდი მეგობრებო ადგილს და უკვე ხვდები რომ რაღაც განსაკუთრებული სიტუაცია იქნება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პოლიცია, ძალიან დიდი ხმაურია. ნახოთ ძალიან ალბათ 100 მეტრი დაგვრჩა იქამდე და ვეცებით მაქსიმალურად ახლოს მივიდეთ სარაევოს ფანების მსვლელობასთან. ხმები მოდის უკვე ძალიან მაგრად. საკმაოდ დიდი მსვლელობაა, გრძელი. ისინი არიან სარაევოს გულშემატკივრები. ნახეთ, ამდენი პოლიციის ეკიპაჟი მიაცილებს წვრილობა სტადიონისკენ. საკლუბო ჩემპიონატი ბოსნიის. მოვიდით სტადიონზე. შევდივართ ახლა ნახეთ სულობა. აგარი ამბები იყო დარწმუნებული ვარ. სტადიონზე ორმაგად დიდი ამბები იქნება. ესე ჩვენი
სტადიონი ბადეები რა თქმა უნდა არ გვიკვირს იქით ამ მხარესაც რა თქმა უნდა უსაფრთხოებისთვის Cortes. გამოვიდნენ გუნდები გასახურებლად. ჯერჯერობით ძალიან არა სტადიონის ავსე 1 საათ ადრე 50 წუთით ადრე, თუმცა სავარაუდოდ ამ თამაშს დაწყებამდე გაივსება. რა ვნახეთ თამაშამდე ის ვნახეთ რომ სარაევოსთან ერთად ვიყავით სულობა ძალიან კარგი სულობა ჰქონდათ. სულობა ჰქონდათ ჟელეზნიჩარის გულშემატკივრებსაც. საწყენია ის, რომ ესეთი რაღაცები ქართულ საკლუბო ფეხბურთში არ ხდება. რა თქმა უნდა არის ქუთაისის ტორპედო, რა თქმა უნდა არის ბათუმის დინამო, რა თქმა უნდა არის გორის დილა, არის სხვადასხვა რეგიონის გუნდები, რომელთაც გულშემატკივრები ყოველთვის ყავთ, გონია დინამო თბილისსაც, მსგავსი მსვლელობები, თუმცა ესეთი მასშტაბური მხოლოდ გვინახავს საქართველოს ნაკრების თამაშებზე ქართული სპორტის კომაგების მხრიდან. უშუალოდ როგორი გულშემატკივრობა იქნება თამაში ამას თამაშობს გეტყვით შევადარებს ქართული საკლუბო ფეხბურთის გულშემატკივრობას დარჩენი გამოჩნდება მალე მსვლელობაში საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს სარაევოს გულშემატკივრებმა პირველივე წუთზე სარაევომ ძალიან აქტიურად დაიწყო თამაში. სტუმართა კაპიტანს გიორგი გულიაშვილს ჰქონდა მომენტი, თუმცა მეკარე მაჯობა. აკმაოდ აქტიური თამაშია, რა თქმა უნდა, გულშემატკივრების სტადიონი არ აძლევს თამაშ საშუალებას, რომ ნელ ტემპში დაიწყოს თამაში და ვნახოთ, შეიძლება უხოლიანი თამაში იყოს, შეიძლება უგოლო. ძალიან ლამაზია, ხედავთ. სტადიონი კი სავსეა. თუ არ ჩავდით იმ ნაწილს, რომელიც არიან, იმიტომ რომ აქ არიან სარაევოს გულშემატკივრები და უსაფრთხოების გამო არის ის ტრიბუნაც არიელი.
უკვე სერიოზული უიღბლობა. ორჯერ 1-1-ზე პირველ ტაიმში ახლა უკვე 54 წუთზე გულიცას კვლავ მეკარე ჯობნის პირველივე წუთზე გონდა და პირველ ტაიმის ბოლოსკენ კიდე ეკრა მომენტი თუმცა პირველი ტაიმის საუკეთესო ფეხბურთელი უდაო ჟელეჟნიჩარის მეკარეა. გოლით 100% მის დამსახურებაა. პირველი ტაიმი საკმაოდ ხმაურიანად დასრულდა, საჯვრა გააბრაზა, ჟელეჟნიჩარის გულშემატკივრები სწრაფ კონჩეტევაზე გარბოდა მასპინძელი გუნდი კუთხურის შემდეგ და ცენტრთან რო იყო დაუმთავრა შეტევის დროს პირველი ტაიმი, რამაც გამოიწვია გულშემატკივრების და ფეხბურთელების გაბრაზება. პირველი ტაიმი 0-0. ბევრად მეტი მომენტი ჰქონდა სარაევოს, ორი აქედან გულიაშვილს, თუმცა სამწუხაროდ მეკარე მაჯობა ორივე შემთხვევაში. მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ ჩვენი არხის წამდგენია კომპანია აჭარაბეთი. მადლობა მათ, რომ გვეხმარებიან ვიმოგზაუროთ ბევრი და გადავიღოთ საინტერესო ვიდეოები თქვენთვის. კვლავ სარაევო იწყებს მეორე ტაიმს აქტიურად 52 წუთზე თქვენი თვალით ნახეთ რა მომენტი ვერ გამოიყენა სტუმარმა გუნდმა გულიაშვილის პასი სარიელკარში თანაუგუნდოს და ვერ გაიტანა. ზოგადად ფეხბურთში ეს რაღაცები ხდება, როცა ესეთ მომენტებს ვერ იყენებ, ბოლოს ისჯები და სასწრაფოდ თუ უნდა მოგება ამ თავში სარაევოს პირველი გოლი უნდა გაიტანოს, თორე შეიძლება მათთვის სასკეროდ ვერ დამთავრდეს ყველაფერი. ძალიან ბევრი მომენტი ჰქონდათ 52 წუთისთვის უკვე. ახეთ რა სილამაზია, ძალიან ლამაზია. ძალიან ლამაზია. ეს არის ჟელეჟნიჩარის ფანების პასუხი ჭრან დოანთეს სარაევოს ფანებმა პეტარდები. თამაში დასრულებულია 0-0 ჟელეჟნიჩარს და სარაევოს შორის. პირველი წრის მსგავსად სარაევოს ეს დერბიც ფრედ დასრულდა, თუმცა რეალურად თქვენს ნახეთ რამდენი მომენტი ჰქონდა სარაევოს. რა თქმა უნდა, ჰქონდა მომენტები ჟელეჟნიჩარსაც, რომელიც ვიდეოში არ მოხვედრილა შესაძლოა, თუმცა ეს ხო მაქსიმუმ 2, მაქსიმუმ. და რა ვიცი, ორი მომენტი გულიშას ჰქონდა, კიდე რამდენი მომენტი ჰქონდა ძელი, რა ვიცი. ეს თამაში უნდა მოიგოს სტუმრებს ჩემი აზრით. წამოდით რა ვიცი სტადიონზე მორჩა ყველაფერი იყო გადიან გულშემატკივრებით ატმოსფერო იყო ძალიან კარგი ძალიან კარგი რაზეც დღის ბოლოს შევაჯამებ და პატარა მონოლოგივით მექნება სათქმელი მაქვს სალაპარაკოც მაქვს წამოდით ახლა ბიჭებს შევხვდეთ ვინც ახლა გიყურებთ და გიყვართ მოგზაურობა მინდა გითხრათ რომ ჩვენი პარტნიორია Roamingo ძალიან კარგი საშუალება უცხოეთში ინტერნეტის შეძენის ელექტრონული სიმი, რომელიც მოქმედებს 180-ზე მეტ ქვეყანაში. თუ გადმოწერთ Roamingo-ს და გაიაქტიურებთ ინტერნეტს, უცხოეთში ძალიან მარტივად გიქნებათ საშუალება გქონდეთ ინტერნეტი.
ეხლა აქ ამონათდება, სადღაც არ ვიცი, სადღაც აქ ამონათდება ინსტრუქციათ როგორ უნდა გააქტიუროთ roaming-ო და ასევე თუ გამოიყენებთ რეგისტრაციისას პრომოკოდ GOT-10 მიიღებთ 10%-იან ფასდაკლებას. მეგობრებო, მოვედით სასტუმროში, თამაშები ნახე ბიჭები, თუმცა ძალიან ბევრი ხალხი იყო იქ და რაც გადაღება ვერ მოახერხე, თუმცა რა თქმა უნდა, ხვალ ბიჭებს ნახავ, მთელი დღე წინ გვაქვს და ძალიან ბევრს ვისაუბრებთ, ბევრ საინტერესო თემაზე. მე თქვენ გითხარით, რომ პატარა სასაუბრო მქონდა თქვენთან და მინდა რომ ვინც ეხლა ამ ვიდეოს უყურებთ, არ გადაახვიოთ და მთლიანად უყუროთ ამ ნაწილს. სასტუმროში მოვედი იმედგაცრუებული რატომ? რაც დღეს ვნახე ჩემი თვალით ბოსნიის ჩემპიონატში, რეალურად მართლა ძალიან გულდასაწყვეტია ჩემ შორს ქართული გულშემატკივრისთვის, რომელსაც უყვარს ქართული ფეხბურთი, ქართული საკლუბო ჩემპიონატს თვალს ადევნებს. მე დღეს ვიყავი მსვლელობაზე სარაევოს გულშემატკივრებთან ერთად, სტუმარ გუნდთან ერთად 1000 კაციანი მსვლელობა ჰქონდათ, რაც მხოლოდ და მხოლოდ მინახავს მაშინ, როდესაც ჩვენი ნაკრები თამაშობს პრინციპულ თამაშს. შუასაუკეთესოში, როცა საკლუბო ჩემპიონატის კარგი თამაშია, მსგავსი მასშტაბის მსვლელობა არ მინახავს, თან ეს არ არის მასპინძელ გუნდზე, სტუმარი გუნდი იყო. მათთან ერთად ვიყავი. პლუს ამას, როცა მე მივედი სტადიონზე, ვნახე რომ მთელი სტადიონი მღეროდა. სამწუხაროდ, რამდენადაც გულდასაწყვეტია უნდა იყოს ამის თქო, ჩემი აზრით საქართველოში ძალიან გვიჭირს გულშემატკივრობის დონის მხრივ. მე არ გულისხმობ ქართული სპორტის კომაგები მოწოდების სიმაღლეზე არიან, შავი ზღვის პირატები, ჯუნგლები, დინამო თბილისის ის კომაგები, ვინც დადიან თამაშს და მთელი თამაშის განმავლობაში მღერიან, თუმცა ეს არის, როგორ გითხრათ, იგივე პირატები, იგივე ტორპედოს გულშემატკივრები, იქნება თუ დინამო თბილისის გულშემატკივრები, თუ ლომკაცები, გორში და ასე შემდეგ პატარ-პატარა დაჯგუფები არიან მხოლოდ აი 50, 100, 150 კაცი. თქვენ ნახეთ დღეს რამდენი ამხელა ფან-ტრიბუნა იყო და მაგის გარდა მთელი სტადიონი მღეროდა. მთელი სტადიონი მღეროდა, რაც მგონია რომ რეალურად საქართველოს საბერძნეთზე იყო ძალიან მაგარი გულშემატკივრობა, როცა ალბათ ეს გადამწყვეტი თამაშის ფაქტორი გამომდინარე, ყველა ჩართული იყო გულშემატკივრობაში, თუმცა ალბათ ბევრი დამეთახვევით, რომ ძირითადად სტადიონის უმეტესობა, სადაც 70% სტადიონზე მზესუმზირის ჭამითაა დაკავებული და გასართობად. რა თქმა უნდა, ჩართულები არიან, როცა ჩვენი გუნდი უტევს ახლოს აშტევასთან, ყვირიან, თუმცა ძალიან წინ არიან თუნდაც ბოსნიელებიც ამ მხრივ კომაგობის მხრივ საქართველოზე. ეხლა მეორე საკითხი. რაც ეხება ბოსნიის შემდგის დონეს და ზოგადად ბოსნიას ალბათ ჩემი აზრით დღეს მე რაც სარაევოში ვნახე, ალბათ ერთი 20 წლით უსწრებს თბილისი, კონკრეტულად თბილისის დედაქალაქი რა შევადარო განვითარების დონით სარაევოს. ტაქსები აქ არ არის, აი აპლიკაციები, მომსახურების დონე, რესტორნები, ხო ვიყავი ხა რამდენიმე ადგილას. ყველაფერს როგორც ქალაქი, ხა რა თქმა უნდა შედარება არ არის. ჩემპიონატი, რაც შეეხება ჩემპიონატს, წარმოვიდგინეთ, ზედიზედ მესამე წელია ამ ქვეყანას ყავს. ხო, არც ჩვენზე მდიდარი ქვეყანაა, ომგამოვლილი ქვეყანაა, იუგოსლავიის დაშლის შემდეგ. 50 წლისაც არ არის ბოსნია. თუმცა ახერხებს ბოსნიის მესამე გუნდი საქართველოს ჩემპიონატს წაიყვანოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი გულიაშვილი. მესამე სიტყვაობ რომ არის ასევე ზრინსკი, არის ასევე ბორაცი. წარმოვიდგენიათ რომ ბოსნიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი საქართველოში წამოვიდეს, მე ვერ წარმოვიდგენია. წარმოვიდგენი შეიძლება ყველაფერი წარმოვიდგინო, მაგრამ ფაქტად არ გვაქვს. ბოსნიელებს აქვთ ეს ფაქტად. ამას გარდა ბოსნიის მესამე გუნდმა, რომელიც არც ფინანსურად განსაკუთრებულად ძლიერი არის, 140,000 ევრო გადაიხადა გულიაშვილში. ვინ გადაიხადა ბოლოს ამხელა ფული ქართული კლუბებიდან ტრანსფერში? მე არ მახსოვს. მესამე წელია კონფერენციის ევროტურნირზე გუნდი ყავთ. წელს ბორაცი გავიდა კონფერენციის მერვედ ფინალში და მარტო წელს 7 მილიონი ევრო იშოვეს ევროტურნირზე გასვლით. რაც შემდეგი წლის ბიუჯეტი ალბათ უკვე გარანტირებული. მანამდე ზრინსკი ყავდა ძეზე 2 წელი ჯგუფში. ახერხებენ ბევრად ღარიბ, ჩვენზე არაძლიერი ფინანსური ქვეყანა, ჩვენზე არაგანსაკუთრებული ქვეყანა ღარ შესაძლებლობით ახერხებს, რომ ზედიზედ მესამე წელი ყავდეს ევროპულებზე გუნდი. და არც რაღაც განსაკუთრებული ლეგიონერები არ ყავთ ამ ქვეყანაში, როგორც თქვათ, ყარაბაღს ყავს და სხვა ისეთ გუნდებს არა. მოვედი გულდაწყვეტილი, იმიტომ რომ თუნდაც ნახე რომ
ბოსნიის მესამე გუნდი ჩვენ საუკეთესო ფეხბურთელს წაიყვანს ჩემპიონატის. ერთად საუკეთესო ფეხბურთელს გულშემატკივრობაში გვაჯობებენ. აი, ყოფილად სავსე სტადიონზე დინამო ბათუმი, დინამო თბილისი, ტორპედო, დინამოსი, თუმცა იქ რაც კონკრეტული დანაყოფები, იგი როგორც პირატებზე თქვი და ჯუნგლებზე ღერიან 200 კაცი, აი 300 კაცი. აქ მთელი სტადიონი ღეროდა და რატო რითი გჯობია, აი რატო უნდა გჯობდეს? ეს მინდოდა ეს იყო რაც მონოლოგი, რაც მინდოდა თქვენ მესაუბრა, გადმომეცა და ველოდებით თქვენგანაც უკავშირს კომენტარებს ამ თემაზე, რატო ხდება თქვენი აზრით ესე? რატო, აი რა თქვენი აზრით რა არის მიზეზი? მინდოდა ეს გამეზიარებია თქვენთვის. მადლობა, დღევანდელი დღე ამით დასრულებულია. ხვალ უკვე ბიჭებთან ერთად დაგებრუნდებით. შევხვდით გიოს თამაშის შემდეგ გუშინ გამოხდა მაგარი განაწყენებული გამოხვედი თამაშიდან. ხო, ძალიან რთული თამაში იყო მართლაც, დერბის ალბათ როგორც შეეფერება. განაწყენებაზე ხო რამოდენიმე მომენტი მქონდა, რომელიც შეიძლებოდა რომ გამომეყენებინა და სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან დაძაბული თამაში იყო და არაფერი კიდე ძალიან ახლო გვაქვს თამაშები, გადატვირთული კალენდარია და შემდეგ თამაშზე უკვე ფოკუსირება უნდა გავაკეთოთ. შენით ნახეო, რაც იქნება თამაშზე და მართლა მაგარი რაღაც ნახე, ვილაპარაკე გუშინ რომ ესეთ რაღაც საქართველოს ჩემპიონატში არ მინახავს იმ მხრივ რომ ძალიან გამორჩეული გულშემატკივრობა იყო. რამდენად მიჩვეული ხარ, ანუ აი სეზონში რამდენჯერ გაქვს ესეთი თამაში? მარტო ეს არის ჟელეზნიჩართან თუ არის კიდე რამე თამაში? ნუ განსაკუთრებულად ჩვენთვის, ჩვენი ფანებისთვის, ნუ ჟელეზნიჩართან თამაში, რა თქმა უნდა, გამორჩეულია და ყოველთვის ძალიან ისე ემზადებიან, ძალიან განსხვავებულად, როცა თამაში მოდის ჟელეზნიჩართან. მაგრამ არის კიდე რამოდენიმე გუნდი, რომელსაც იგივე დერბის ეძახიან და იგივენაირად სახლის თამაშებზე ყოველთვის მაყურებელი მოდის. ეგარ დაახლოებით 10,000, 8,000 დაახლოებით ეგრე რო ვთქვა. ხმაური არის. ეგრე და ხმაური სულ არის ეს ჩვენი ფან-კლუბი რაც არის ყოველთვის რა ვთქვი 90 წუთის განმავლობაში სულ მხარს გვიჭერენ. არა მხოლოდ ჩვენი ფან-კლუბი, ჩოლობრივი რიგითი ესე ვთქვათ მაყურებელი და გულშემატკივარი ჩვენი ყოველთვის გვამხნევებს და რა ყველგან გასვლის თამაშებზეც იგრძნობა ეგ და ქალაქში ზოგადად ქალაქი ფეხბურთით ცხოვრობს და ყველგან შეგიძლია რომ მაგას შეხვდე დამოკიდებულებას ფეხბურთელების მიმართ და ნუ სასიამოვნოა რა თქმა უნდა. რატო წავიდაო გულიაშვილი ბოსტიერ საქართველოსთან და იყო ეს ერთ-ერთი მიზეზი რაც გაყდა და რის გამოც საქართველოში ჩათვალე რომ შენი თავი ამოწურე. ჩვენ ეხლა ვლაპარაკობდით სანამ დავიწყეთ რომ ამოწურეო ჩემი თავიო და გაყდა ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი. იმ მომენტში რა გადაწყვეტილებაც იყო, სხვა ოფიციალური შეთავაზებაც სიმართლე გითხრათ არ მქონია, ერთადერთი სარაევო იყო და ნუ როცა ველაპარაკე კლუბთან ის ხედვები რაც ქონდა ჩემს მიმართ როგორც მიყურებდნენ, რა გეგმაც ქონდა კლუბს, მომეწონა და გადავწყვიტე რომ გადამედგა ეს ნაბიჯი, იმიტომ რომ ფიქრობ მაშინ მჭირდებოდა რაღაც ახალი გამოწვევა ჩემს ცხოვრებაში, კარიერაში. და ჩემი აზრით სწორი გადაწყვეტილება იყო ამ განმოსახედიდან რომ შევხედოთ. ეგ რაღაცებს პირადი საუბრიდან მოვიშველიებ, რომ აი ხალხი წერდაო რომ რატოსაც წავიდაო და რაღაც მეგონა მაგარი გულზე რაღაცა ნაწყენივით დარჩი რაღაცა ეგეთ კომენტარები. ხო, რაღაცა კომენტარები, ნუ შემხვდან მესმის ჩვენს ყველანაირად ფეხბურთელებს, რა თქმა უნდა, ყველა ფეხბურთელის სურვილია, რომ საუკეთესო ჩემპიონატში და ლიგაში ითამაშო, დარწმუნებული ვარ, ყველა მაგისთვის ვარჯიშობს და ემზადება ყოველდღიურად და ჩემთვისაც რა თქმა უნდა, უბრალოდ მინდოდა რომ გამომეყენებინა ეს გუნდი რაღაცა ტრამპლინად, რომ შემდეგში ისეთ ქვეყანაში რაც მიზანი რაც მაქვს, ისეთ ქვეყანაში და ისეთ ჩემპიონატში მოხვდე, რომ მეც კმაყოფილი და რა თქმა უნდა, გულშემატკივარიც კმაყოფილი დარჩეს. რეალურად აი რაღაც მინდა რომ ვისაუბროთ იმ მონოლოგის გარშემო, რაც შენ არის, ანუ რაზეც ხომ გულშემატკივრს ველაპარაკე რა ვიდეოში, რაც აი წუხდი იმაზე, რომ რეალურად სარაევო არ არის ამ მომენტში, რა ვიცი, ქვეყნის პირველი გუნდი არის უკეთესი ზრინსკი, არის უკეთესი ბორაცი, რომელიც ზედეთ რა ვიცი 3 წელია ბოსნიას ევროტურებზე გუნდი ყავს, როდ მესამე გუნდი ახერხებს ტრანსფერში ქვეყნის მესამე გუნდი რომ გადაიხადოს ამხელა ფული ტრანსფერში.
აი რა გუნდი რეალურად სარაევო შესაძლებლობებით, იმიტომ რომ მე ქალაქი ვნახე აქ, რა ვიცი, არ ვიცი შენ დამეთანხმები თუ არა, ერთი 10 წლის წინ მაინც არის თბილისი აქაურობაზე, იმიტომ რომ ანუ ქალაქის მაინც ახალი ომგამოვლილი ქალაქია, ესე ვთქვა და რაღაცები იგრძნობა, რომ მაინც რაღაცა ისევ იმ ომის ფაქტორები მოქმედებს და ისევ იმ ომთან ერთად რაღაც სიტუაციებში შეიძლება წააწყდნენ და იმით ცხოვრობენ, აგრძელებენ, მაგრამ ზოგადად გუნდს რაც შეეხება, ნუ ამ პოზიციაში ხან ეს რამოდენიმე წელია კი მართალია ეგრეა რომ ბორაცი და ზრენსკი ჩემპიონატს იგებენ და ეს კონფერენს ლიგაში ახლა მაგალითად ბორაცის პლეი-ოფში გავიდა, მაგრამ იმაში ვერ დაგეთანხმები, იმიტომ რომ ისტორია ძალიან დიდია. আমি ამოცემულობით ვამბობდი რომ კი ამოცემულობით კი, მაგრამ ძალიან დიდი ისტორიის მქონე გუნდია სარაევოში, აი ეს ბრენდი, რასაც ქვია ამ ქვეყანაში სარაევოა და მაგიტომაც ალბათ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას, რომ ის გეგმები, რაც გუნდს აქვს, როგორც მუშაობს, თუნდაც შესაძლებლობები, რაც გააჩნია, ჩემთვის მისაღები იყო და მაგიტომაც გადავწყვიტე ეგრე. კიდევ ერთხელ ახსენებ, ზედა მესამე წელია ბოსნიას ყავს წარმომადგენელი ევროპულ ტურნირებზე, საერთოდ ეხა ბორაცი კონფერენციის მერვედფინალშია. რეალურად აი რო შეადარო ეს ჩემპიონატები რა, საქართველოს ჩემპიონატი და ბოსნიის ჩემპიონატი რა. დიდად აი რადიკალურად ეხა ძალიან განსხვავებული ჩემპიონატია დონით, იმიტომ რომ აღარ არის რაღაც გუნდები, რაც შეიძლება საკმაოდ სუსტია ახაც. კი, რა, ნუ ყველა ჩემპიონატში რა თქმა უნდა არის ესეთი გუნდები, ანუ გამორჩეულად შეიძლება ესე ვთქვათ სუსტი იყოს იმ მომენტში, მაგრამ დიდად განსხვავება გითხრა ძალიან წინ არის ეს ჩემპიონატი საქართველოს ჩემპიონატთან, რავი, არ ვიცი დამეთანხმები თუ არა, მაგრამ ეგრე არ რთული. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ისეთი ახალგაზრდა ფეხბურთელები ყავს, გამორჩეულად სულ ყავდა და დარწმუნებული ვარ, რომ ეგ ტენდენცია ყოველთვის ეგრე იქნება და შენარჩუნდება. სულ გვეყოლება ესე ვთქვათ ქართველებს და ამათაც ყავთ, მაგრამ აი ეს რო შევადაროთ, შედარება რო გავაკეთოთ, არ მგონია რომ ძალიან წინ იყვნენ. არ ვიცი, მაგიტო არის ჩემი გულის ტივილი, რომ არ არის განსაკუთრებული ჩემპიონატი. ფაქტია და არც დიდი ფული არ აქვს, ანუ დიდარი გუნდები არ არიან არც აქ და ფაქტია რომ ახერხებენ რომ ყოველ წელს გუნდი ყავდეთ, როცა არც აი შეიძლება ვთქვათ აი ლუდოგორეტსი ახლა მაგალითად განსაკუთრებული ბრაზილიელები ვაცები ჩამოყავს, არც აქ არ არის ეს რომ ბევრი ბრაზილიელი ადგილობრივი ფეხბურთელები ბალკანელები არიან ბევრი. კი, ხო, რაღაცა გამოჩვენა. სარაევო ჩავდა საქართველოს ჩემპიონატი სად იქნებოდა? რთულია მაგაზე პასუხი, ნუ ალბათ რა თქმა უნდა მოწინავე პოზიციებზე ეგრე ვფიქრობ მაინც. ჩემი აზრით. ესე დღევანდელი გადმოსახედიდან რომ შევაფასოთ. და რაც შეეხება იმ გუნდებს, რომელთაც უკვე რამოდენიმე წელია სისტემატიურად თუნდაც კონფერენს ლიგის ჯგუფში შედიან ხო და თამაშობენ ისე თამაშობენ პლეი-ოფში გასვლა ბევრს ნიშნავს მით უმეტეს ამ ქვეყნისთვის, ამ ქვეყნის გუნდებისთვის და ნუ არ ვიცი ხა ისი დამსახურება ეგ ალბათ რაღაცა ის პროექტი ქონდათ თუ რამ განაპირობა რთულია მაგაზე ლაპარაკი გუნდებმა შეგნიდან იციან, მაგრამ ფაქტია რომ ვითარდება ყოველწლიურად ჩემპიონატი და ნუ ყავს უკვე წარმომადგენლები ევროტურნირებზეც. სარაევოს კაპიტანი ხარ 24 წლის ასაკში, 23-24 წელში ხარ. ის ახალგაზრდა ასაკში თან უცხოელი ფეხბურთელი ზოგადად ეს ადგილ ქვეყნებში ძალიან ისინი არიან. ანუ თავიანთი ქვეყნის წარმომადგენელი ყავს ხოლმე კაპიტნებად რა და აი როგორ მოხდა ეგ ფაქტია რომ გუნდში ძალიან დიდი პატივისცემა დაიმსახურა. კი, ნუ პირველ რიგში პასუხისმგებლობაა ძალიან დიდი. ყავდა ასე გამოიხდა პასუხისმგებლობა შენი პასუხისმგებლობა და დამოკიდებულება ზოგადად გუნდს რა დამოკიდებულება აქვს ჩემს მიმართ და გულშემატკივრებს. აი ყველაზე მეტად იგრძნობა გულშემატკივრების დამოკიდებულება ჩემს მიმართ. ეხლა ბევრჯერ წინა რაღაცა ინტერვიუებშიც ნათქვამი მაქვს, რომ 2-3 დროშა საქართველოს დროშა სახლის თამაშებზე ყოველთვის გადმოფენილია
თან ანუ ქართველის მიერ არა ჩოლობივი გუნდის ხო ანუ პატივისცემას გამოხატავენ ჩემს მიმართ და ძალიან სასიამოვნოა როდესაც ხედავ რომ შენი ქვეყნის დროშა უცხოეთში და ნუ დაფასებას გზნობ მაგით და ძალიან სასიხარულოა ჩემთვის და კაპიტნობას რაც შეეხება ხო უკვე მეორე თამაში ოფიციალური თამაში იყო რომ მაგის შესაძლებლობა მომეცა რომ გუნდისთვის მე კაპიტნა ესე ვთქვათ წინა ძალიან ეგ ტენდენცია ზოგადად სარაევოს აქვს რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს აძლევენ მაგის შესაძლებლობას, იმიტომ რომ 18 წლის ფეხბურთელი იყო ჩვენი კაპიტანი 6 თვის განმავლობაში და ეხლა საფრანგეთში ლენში გაყიდეს ესე ვთქვათ, საკმაოდ სოლიდურ თანხად 2 მილიონი ნახევრად და მაგის შემდეგ მე მომეცა შესაძლებლობა რომ გუნდი გამეყვანა თამაშებზე და მე კაპიტნა. აი რა გამოცდილებაა კაპიტნობა რა აი რა გზნობ ხა ხო არიან კაპიტანი ცოტა ფეხბურთელზე მეტი მოეთხოვება იგივე ფანებისგან, იგივე გუნდისგან და აი რას გზნობ რა აი რას აკეთებს და რაც შეიძლება ფეხბურთელი რო იყავი კაპიტნის სამკურნალოს გარშე არ აკეთებ. მესმის ხო დიდად სიმართლე გითხრა რაღაცა განსაკუთრებულად რაღაცა შეცვლილი მაქვს თქო ან რაღაცა შემეცვალა თქო არა იგივენაირად ჩემი ადგილი გუნდში როგორც იყო იგივენაირად თუ არ უბრალოდ ხო ნუ პატივსაცემია ესე ვთქვათ რა ძალიან რაღაცა სხვანაირი შეგრძნება გეუფლება როდესაც თან როგორც აღნიშნე შენს ქვეყანაში არ ხარ სხვაგან ხარ შენი ქვეყნიდან შორს და ამ ხელა შესაძლებლობას გაძლევს გუნდი ნდობას და პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა პირველ რიგში ორი ქართველი ხართ ხა გუნდში ესე ზოგადად სამი ქართველი ხართ ქალაქში სპორტსმენი შენ რატო არ არის აქ მე მგონი ცოტა ის არის ხო როგორი ბიჭია ვასილიოსი მორიდებული ხო არა ხა იმიტომ რომ ვიფიქრე რომ ერთად მოხვიდოდით და ხო ახალი ჩამოსულია ძალიან ხა 2 წელი მარტო მომიწია ყოფნა და ნუ გამიხარდა როცა გავიგე რომ კიდევ ერთი ქართველი იქნებოდა ჩემთან ერთად გუნდში და ანალოგიურად ვფიქრობ მისთვის ძალიან კარგი იყო იმიტომ რომ ყოველთვის სასიხარულოა რომ სადღაც მიდიხარ ახალ გუნდში და გვხვდება ქართველი ბევრ რამეში მაინც კომფორტულია ბევრ რამეში ვცდილობ რომ მივეხმარო ადაპტაცია მალე გაიაროს კიდე რაღაცა დრო ჭირდება რომ სასრულ კონდიციებამდე მივიდეს რომ თამაში შეძლოს ეხლა განაცხადში იყო უკვე სამატჩო განაცხადში სამწუხაროდ არ მიეცა თამაში მაგრამ უახლოეს პერიოდში ვფიქრობ რომ ერთად შევუტევთ ესე ვთქვათ მე და ვასილიუსი. ესეთი კითხვა მექნება შენთან ნაკრებში გამოძახებაზე. ამდენად მოულოდნელი იყო შენთვის და აი რა სიტუაცია დაგხვდა იქ რა. ხო ნაკრებსაც შეეხება ყოველთვის ბევრჯერ მაქვს უნდა თქვა ის რომ ჩემთვის ოცნება იყო ნაკრებში თამაში და ყველაფერს ვაკეთებდი. აქამდე შესაძლებლობა მქონდა რომ ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი ყოფილიყავი მე თამაშა და რა თქმა უნდა დიდი გამოცდილებაა როდესაც იმ ეტაპამდე მიდიხარ შენი ცხოვრების რომ ჩაიცვა საქართველოს ნაკრების მაისური და ესე ვთქვათ შენი ქვეყნის სახელით ითამაშო. ყოველთვის როდესაც ასაკობრივებში თამაშობდი ხოლმე მქონდა მაგის შესაძლებლობა განსაკუთრებული ატმოსფეროა ზოგადად შეკრებებზე და ნუ რა თქმა უნდა ეროვნული ნაკრები და პირველი ნაკრები რასაც ქვია ჩემთვის შედარებით მარტივი იყო იმიტომ რომ ანუ ის დაძაბულობის მომენტი არ ქონია და ბევრი ნაცნობი რა ხდებოდა ხო და ეგ იყო ყველაზე მაგის თქმა მინდოდა ეხლა რომ ყველაზე დიდი ფაქტორი ეგ იყო რომ ის შემადგენლობა რაც ეხა არის ძალიან ბევრს ვიცნობ ერთად გავიზარდეთ ერთად ნათამაშები გვაქვს და ძალიან დამეხმარა იმიტომ რომ ადაპტაციაში თან მით უმეტეს გარდა მაგ ბიჭებისა რაღაცა გარედან რა ჩანდა ევროპის ჩემპიონატი ყველაფერი მაგაზე ლაპარაკი იყო მახსოვს რომ რაღაცა ერთი მიზანი აერთიანებს ზოგადად ნაკრებს
ფეხბურთელებს და შიგნით ძალიან იგრძნობა ეგ განწყობა. აი როდესაც ნაწილი ხდები, მაგ ყველაფრის ძალიან სასიამოვნოა და მოხარული ვარ რომ მეც მომეცა მაგის შესაძლებლობა და იმედი მაქვს უკვე შესაძლებლობა მომეცემა თამაშიც დებიუტიც მქონდეს მალე და ნუ ყველაფერს გავაკეთებ მაგისთვის რომ ესე ვთქვათ ჩემი სახელი დავიმკვიდრო ეროვნულ ნაკრებში. ევროპის ჩემპიონატი ველოდება ზაფხულში 21 რა მოლოდინი გაქვს შემინდა მით რა რამასვანაძის გუნდისგან რა შეიძლება ველოდეთ ანუ კარგი სვეტი მე არაფერი სვენია რამასვანაძის როგორ წვრთნელზე არ კითხაო როგორი მწვრთნელია ის ერთად ბევრი გიმუშავეთ აი რას უნდა ველოდოთ შენ როგორ ფიქრობ გამოვლილი გაქეს ის რაც გამოცადოს ვასილიოს გორდეზიანმა ეხლა და რა რჩევებს გაატანდი ეგ მაინტერესებს. ის ხოთაშორის ლაპარაკობთ ახლა ყოველთვის მაგაზე და ძალიან განსაკუთრებულად ემზადება ევროპის ჩემპიონატისთვის. დარწმუნებული ვარ ყველა თითოეული ფეხბურთელი, რომლებსაც შესაძლებლობა მიეცემა, რომ ევროპის ჩემპიონატი ითამაშონ. რაც შეეხება მოლოდინებს, გამომდინარე ჩვენი ბოლო შედეგებიდან, რა თქმა უნდა, მაყურებელს ალბათ და გულშემატკივარ ძალიან დიდი მოლოდინები ექნება და დარწმუნებული ვარ, რომ გუნდში ყოველთვის, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცნობ სამწვრთნელო შტაბსაც, თვითონ რამასვანაძესაც და ვიცი, რომ ყოველთვის მაღალი მიზნები აქვს დასახული და დარწმუნებული ვარ, არც ახლა ეს ევროპის ჩემპიონატი არ იქნება, რა ქვია, ესე ვთქვათ, მონაწილეობის. ხო რა, უბრალოდ ჩვენი მიზანი გქონდა, როდესაც მე მომეცა მაგის შესაძლებლობა რომ მეთამაშა, ვიცოდით რისთვის ვიყავით იქ იმ მომენტში და არასდროს არც ერთი მოწინააღმდეგის ან შიშის ფაქტორი არაფერი პირიქით ვიცოდით გვჯეროდა ჩვენი თავის და ეხაც გამოჩნდა რომ თუნდაც როგორც ხორვატია ახალგაზრდული ნაკრები ძალიან კარგი ფეხბურთელები ყავთ და გამოჩნდა რომ ყველა გუნდთან შეიძლება თამაში და დარწმუნებული ვარ ძალიან წარმატებულად ჩაივლის ევროპის ჩემპიონატში. ისე ემოციურად ბელგიის გოლზე მეტად რამე გოლი გაქხარებია? არა, ბელგიის გოლი 55,000 გულში. ხო, ინგლისს კი გაუტანე 2 გოლი ბათუმში, როცა ვითამაშა ამხანაგური მატჩი. ნუ მაშინ ჩვენთვის იყო ეგეთ დიდ გუნდთან ნათამაშები არ გქონდა, ეგ მოსამზადებელი პერიოდი იყო ევროპის ჩემპიონატის, მაგრამ შენს ქვეყანაში სავსე სტადიონზე თან რეკორდი მოიხსნა მაგ თამაშის დროს და ნუ ესე ვთქვათ ეს ბოლო წუთები იყო 97 წუთი იყო, როდესაც ეგ გოლი გავიტანე და ეგეთი ემოციები არ ვიცი, ალბათ ჩემ მთელი კარიერის განმავლობაში გამყვება ისეთი ემოციები ვიგრძენი. ულიში მე მაინტერესებს აი ამ ქვეყანაში ცხოვრებას როგორ შეიგუე ფაქტია რომ ეს ქალაქი რაც ნახე თუ შეინობის რომ განსხვავებული კულტურის ქალაქია არა ევროპული. კი. რა შეიძლება რომ ახალგაზრდა ბიჭისთვის ამდენ რთული იყო სხვადასხვა შეხედულებები გვაქვს რელიგიურადაც თუ აქვს ამას გავლენა ამას და რამდენად კომფორტულია შენ სამ ქალაქში ცხოვრება. კომფორტული არის ამ ქვეყანაში ორ ქალაქში მომიწია ცხოვრება, მოსტარში და სარაევოში. ერთი იმის ხო რელიგიურად განსხვავება, მუსლიმური ქვეყანაა და ნუ ცოტა რთული შეიძლება ესე თუ შეგვიძლია ვთქვათ რომ რთული ის იყო რომ ალბათ რაღაცეებში მაინც გრძნობ დამოკიდებულებას, მაგრამ ნუ განსხვავდება ესე ვთქვათ რაღაცეებში, მაგრამ ძალიან ბევრი სერბი, ხორვატი, თუნდაც მონტენეგროელი არის დასახლებული ამ ქალაქში და სხვადასხვა რამოდენიმე კულტურა არის გაერთიანებული ერთად. და ცოტა რაღაც განსხვავებული იყო ჩემთვის სხვადასხვა ეროვნების ადამიანებთან მიწევს დღესაც კომუნიკაცია შეხვედრა გუნდელებიც სხვადასხვა ეროვნების არიან და ეხლა ვფიქრობ რომ ის თავიდან დამჭირდა რამოდენიმე თვე რომ ადაპტაცია გამევლო შევჩვეულიყავი სიტუაციას ქვეყანას ცხოვრების სტილს მაგრამ ეხლა ძალიან კომფორტულად გზნობ ამ ქალაქში თავს ესეც ასე მეგობრებო ჩვენი ვიდეო დასრულებულია ბოსნიაში იმედია ეს იყო პირველი ჩვენი ვიზიტი ბოსნიაში და იმედი რაც ახალ საფეხბურთო კულტურას გაზიარეთ ახალი რაღაცები გაიგეთ თუნდაც ამ ქვეყნის შესახებ ამ ქვეყნის ფეხბურთის შესახებ რომ აი
ესაც წავიდაო. უნდა მეტი გულიშას, მაგრამ ამ მომენტში სადაც არის ყველაფერზე რაც პატარა წარმოდგენა იმედია შეიქმნით. მადლობა დათმობილი დროისთვის გულიში. მადლობა თქვენი იმედია მაყურებელს მოეწონება ვიდეო. იმედია მოგეწონათ ისიამრეთ. თხოვთ რომ გამოუშვათ თქვენი აზრები კომენტარის სახით. ვიდეოს დალაიქება არ დაგავიწყდეთ, ვიდეოს გამოწერა და მომავალ შეხვედრამდე წინ საინტერესო ვიდეოები გავუძლებთ. კარგად.